მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. განვაგრძობთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა როცა ინტრიგას ტენდენცია ცვლის, ანუ ტერმინოლოგიური მეტამორფოზები მედიალოგიაში. ზოგჯერ ადამიანებს და საზოგადოებებსაც ტერმინოლოგიის შეცვლის გაახლების სურვილი უჩნდებათ. ასე თავის დროზე სიტყვა პროპაგანდა პიარმა ჩაანაცვლა. გამოჩენილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და კომუნიკაციის თეორეტიკოსმა ჰაროლდ ლესველმა 1928 წელს განმარტა, რომ ტერმინის საზოგადოებასთან ურთიერთობა, იგივე პიარი, გაჩენის მიზეზი გახდა პროფესიის იმიჯის დაცვის სურვილი, სიტყვა პროპაგანდის ნეგატიური მნიშვნელობის მავნე გავლენისაგან დარგის გადარჩენის მიზანი. პროპაგანდა ზიზღისა და სიძულვილის ეპითეტად იქცა, რის გამოც პროპაგანდისტებმა თავი შეაფარეს ისეთ სახელწოდებებს, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობის საბჭო, საზოგადოებრივი განათლების სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი. წერდა ლესველი საუკუნის წინ. ანალოგიურად, სულ ახლახან პირდაპირ ჩვენს თვალწინ სიტყვა კოლექტიური უდაოდ საბჭოური არომატისა გამო გუნდურით გადაკეთილშობილდა. ტერმინი ტენდენცია ყვითელი მედიის ფავორიტმა ინტრიგამ ჩაანაცვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არსი კი თითქმის ყველგან უცვლელი რჩება. აქ უეჭველად გაგვახსენდება ჩვენი უჩუმრად უპრეტენზიოდ მოღვაწე ბრძენი ერლომი, ბატონი ერლომ ახვლედიანი, რომელიც წერდა: ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რაც იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩებაო. მედია მოღვაწეობის, იგივე სიტყვით დარწმუნების ხელოვნების, როგორც კომუნიკაციური აქტორის არსზე, როცა ვფიქრობდი, ეს ტერმინოლოგიური მეტამორფოზები შემახსენა ჩეხური წარმოშობის ცნობილი ავსტრიელი პოეტის, მწერლისა და რაც მთავარია, მედია თეორეტიკოსის ეგონ ერვინ კიშის ერთმა დაკვირვებამ. ფეიხტვანგერის ნოველაში ჯავშნოსანი პოტომკინი მოთხრობილია, რომ ამ კინემატოგრაფიულ შედევრზე ვეიმარის რესპუბლიკის გაზეთები წერდნენ. ამ ფილმში ინტრიგას ცვლის ტენდენციაო. არა ახსეწერი ფაქტები თავისთავად არამედ მოვლენათა მიზეშედეგობრივი კვლევა, ავტორისეული ინტერპრეტაცია, ავტორის ნება, ავტორის ტენდენცია წარმოადგენს პუბლიცისტიკის საფუძველს. სწორედ ეს საფუძველი არა ახსეწერი ფაქტები ან მოვლენები თავისთავად, არამედ მიზეზთა და შედეგთა ავტორისეული ინტერპრეტაცია, ავტორის ნება, ავტორისეული ტენდენცია გვევლინება ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით კი მისი ხერხემლის, პუბლიცისტიკის არსად. რაც შეეხება ინტრიგას, გარკვეულწილად სათანადო პროფესიონალიზმის შემთხვევაში, უნარიანი ავტორის არსენალში ისიც შესაძლოა ეფექტურად გამოვიყენოთ ჟურნალისტურ პრაქტიკაში, ოღონდ გარკვეული წინაპირობების დაცვითა და დელიკატური ნიუანსების გათვალისწინებით. ჩვენ ამ ორი ალტერნატიული ტერმინის ტენდენცია და ინტრიგა ლექსიკურ მნიშვნელობებს დავაზუსტებთ, საიმისოდ, რომ დავადგინოთ, რა შემთხვევაშია მართებული მათი გამოყენება და როდის მცდარი. ტენდენცია ლათინური ტენდოდან მოვისწრაფვი მომდინარეობს. ეს არის რისამე განვითარების მიმართულება, მიდრეკილება, მისწრაფება. სხვაგვარად, ეს არის დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაღაც მხატვრულ ან მეცნიერულ, ან კიდევ პუბლიცისტურ ტექსტს. და არის მესამე შესაძლო მნიშვნელობაც ამ სიტყვისა, ეს არის წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს. სხვაგან სხვა ლექსიკონში კიდევ უფრო მკვეთრადაა გამიჯნული და ვფიქრობ მართებულადაც პირველი ორი მნიშვნელობა მესამისაგან.
პირველი ვარიანტი კვლავ ასეთია, ტენდო, ანუ მიდრეკილება რაიმესადმე, მეორე დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ, მეცნიერულ ან პუბლიცისტურ ტექსტს, ნაწარმოებს და მესამე წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახევენ მკითხველს, მსმენელს და ტენდენციით, იხილეთ ტენდენცია, გამსჭვალული ცალმხრივი მიკერძოებითი. რაც შეეხება ინტრიგას, იგი ფრანგულიდან რუსულის მეშვეობით შემოვიდა ქართულში და ნიშნავს ფარულ ქმედებას, ხრიკებს, რომელიც მოწყობილია ვისიმე საზიანოდ. ლიტერატურაში სიუჟეტის განსაკუთრებულად დახლართული და დაძაბული საინტერესო განვითარება დრამატულ, ასევე პროზაულ და პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. როგორც ხედავთ, თავისთავად ტენდენციას, როგორც ავტორის მისწრაფებას, საზოგადოებას შესთავაზობს ამა თუ იმ ფაქტის მოვლენის არაუბრალო აღწერა, არამედ საკუთარი მოსაზრება, შეფასება, არსი და მნიშვნელობა, საკუთარი ხედვა ამ ფაქტისა თუ მოვლენისა, დასაწონი და უარსაყოფი არაფერი აქვს. მიუღებელი ამ სიტყვის მნიშვნელობის მესამე შესაძლო ვარიანტი, როცა ეს აზრი არის წინასწარ შემუშავებული, ცალმხრივი და რომელსაც თავს ახევენ საზოგადოებას, მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს. ანალოგიურად იმისა, რომ პროპაგანდა თავისთავად კი არ არის დანაშაული, როცა მართალ ჯანსა აზრს აწვდის საზოგადოებას და ცდილობ დაარწმუნო ჭეშმარიტებაში, არამედ სწორედ იმის პროპაგანდა, პროფესიული ხელმრუდობა, რაშიც თავად არ ხარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც ეწევ იმის პროპაგანდას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასაბუთებს სათანადოდ, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამება ის, რის პროპაგანდასაც ეწევით. უბრალოდ თქვენ რაღაც მიზნით, საკუთარი თუ სხვისი, უფრო დამკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩადიხართ ამას. სწორედ ამაზე წერდა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში თავის პოპულარულ რომანში ტრიუმფალური თაღი ერიხ მარია რემარკი. გაზეთის გამყიდველმა ბიჭებმა ჩამოიარეს უახლესი გამოცემებით. მოროზოვმა პარის სუარი და ენტრასანჟანი იყიდა. სათაურები წაიკითხა და გვერდზე გადადო. ყველანი წყეული ფარისევლები არიან, წაიღრინა მან. ოდესმე დაკვირვები ხარ, რომ ფარისეველთა ყალბი მონეტის მჭრელთა ეპოქაში ვცხოვრობთ. არა, მე ვფიქრობ, უფრო კონსერვების საუკუნეში ვცხოვრობთ. როგორ თუ კონსერვების, რავიკმა მრავალმნიშვნელოვნად გადახედა გაზეთებს. ჩვენ ხომ ფიქრი აღარ გვჭირდება. ყველაფერი წინასწარ ნაფიქრი, გადაღეჭილი, წინასწარ გათვლილია. კონსერვები. ქილების გახსნაღა დაგვრჩენია. ჩვენთვის სახლში გვაქვს მომარაგებული, დღეში სამჯერ რომ მივირთვათ. აღარაფერს შექმნა საკუთარი ხელით, აღარაფრის აღმოცენება, შეკითხვების, ეჭვების, სურვილების ალზე წვა საჭირო აღარაა. კონსერვები გაეცინა მას. იოლად ნამდვილად არ ცხოვრობთ, იაფად კი ნამდვილად. კონსერვები მცდარიერლიყია, ჩვენ თაღლითების, ყალბიფულის მჭრელების დროში ვცხოვრობთ. მოროზოვმა მაღლა აწეული გაზეთები ააფრიალა. დათქმი, სამხედრო ქარხნებს თურმე იმიტომ აგებენ, რომ მშვიდობა სურთ. საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებენ და სიკეთისათვის მებრძოლებად მოაქვთ თავი. არავითარი პოლიტიკური შემწყნარებლობა და ესეც სამართლიანობის ნიღბით. პოლიტიკური განგსტერები კაცობრიობის მხსნელებად ასაღებენ თავს. თავისუფლება ძალაუფლების მაძიებელთა მკვირალა ლოზუნგად იქცა. ყალბიფული, ყალბისულიერი მონეტა, სიცრუის პროპაგანდა, სამზარეულოს მაკიაველიზმი, მაღალი იდეალები ნაძირალათა ხელშია. საიდან უნდა ველოდეთ აქ პატიოსნებას? ციტატის დასასრული. ურითხება მივაქციოთ, რომ აქ გახაზულია სიცრუის პროპაგანდა და არა ზოგადად პროპაგანდა, მაგრამ განა რაიმე განსხვავება ამგვარ პროპაგანდასა და იმ პიარ შორის, როცა სიყალბის გაპიარება ხდება.
ან კიდევ თუ ხშირად შეცოდავენ ასე ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის იმავე PR-ის სპეციალისტები და საზოგადოება ნდობას დაკარგავს მათ მიმართ. კვლავ ტერმინის შეცვლა გვიშველის ნაკლებად სახელგატეხილი ახალი იდენტური სიტყვით. რომ აღარ არის ასეთი გულუბრყვილო ჩვენი მაყურებელი მსმენელი მკითხველი და ასეიოლად აღარ წამოეგება კომუნიკატორთა ანკესზე როგორც საუკუნის წინ. თუ არ გხსოვს რომ ჩვენი ნაღვაწი ხვალ აღარავის აინტერესებდეს, უდავოა ასეთი ხელმრუდობა მკითხველ მაყურებლის ღალატი არ უნდა ვიკადროთ. ისე კი პროპაგანდას დავარქმევ თუ არც ისე ახალ PR-ს, მალე საუკუნისა გახდება ეს ტერმინი არსი ერთია. კომუნიკატორის, ჩვენ შემთხვევაში ჟურნალისტის, ავტორის მისწრაფება, ტენდენცია მკითხველ მაყურებლამდე დამაჯერებლად მიიტანოს ფაქტებისა და მოვლენების საკუთარი ხედვა, საკუთარი შეფასება, საკუთარი ინტერპრეტაცია, რასაკვირველია, ჭეშმარიტების ერთგულებითა და ეთიკისა თუ ზნეობის დაწერილ ან დაუწერილ კანონთა აუცილებელი დაცვით უნდა განხორციელდეს. ყველა დროსა და ეპოქაში ხომ სწორედ ეს იყო და იქნება კიდეც სიტყვით დარწმუნების ხელოვნების მიზანი. ერქვა მას მჭევრმეტყველება, რიტორიკული ოსტატობა, ჟურნალისტიკა, პუბლიცისტიკა თუ სხვა რა. განსშესაძლებელია წარმოვიდგინოთ ავტორი, რომელიც მკითხველ მაყურებლისთვის არ ირჩება და რომლის უმთავრესი მიზანი არაა დაარწმუნოს თავისი აუდიტორია იმაში, რასაც ამბობს ან წერს, რაც თავად სწამს და რისი ართქმაც არ ძალუძს. ეს ხომ აბსურდია და თუ მის ამ სურვილს მისწრაფებას პროპაგანდას დავარქმევთ, საშინელება იქნება, ხოლო თუ PR-ს ან სხვა რამ ახალ ტერმინს პროგრესული და მისაღები. დამეთანხმებით, რომ ახირებული ლოგიკაა. რაც შეეხება ინტრიგას, აქ სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა, როგორც ხედავთ, ასევე ორლესულია. ერთის მხრივ, იგი გულისხმობს თვით ფაქტებით მანიპულირების ფარულ ქმედებას, ხრიკებს, რომელიც მიმართულია ვისიმე საზიანოდ. რაც ხადია ზნეობრივ, ჭეშმარიტ, ღირსეულ ჟურნალისტიკაში აბსოლუტურად მიუღებელია და დაუშვებელია, ხოლო რაც შეეხება ინტრიგას, როგორც სიუჟეტის განსაკუთრებულად დახლართულ და დაძაბულ განვითარებას, ამის საწინააღმდეგო ცხადია ვერავის ექნება, რადგან ეს თხრობას დინამიზმს, სიმძაფრეს, ექსპრესიულობას ანიჭებს და მკითხველზე ზემოქმედების დიდი ძალა გააჩნია. მაგრამ აქ მთავარია, რის ხარჯზე მოხდება ეს. უდიდესი ოსტატობაა საჭირო, რომ ჩვენს დოკუმენტურ პროზაში სიუჟეტის გამძაფრება ან დახლართვა ისე განხორციელდეს, რომ უმყიფესი მასალა სიმართლე არაფერში უთმობდეს უელასტიურეს და მოქნილ სიცრუეს. რომ არ დაირღვეს ჟურნალისტის ათიმცნებიდან არც ერთი და არ ჩავიდინოთ 7 უპატიებელნი ცოდვანი ჟურნალისტისა. თუ ყოველივე ამის დაცვით შეძლებს ჟურნალისტი სიუჟეტის დაძაბულ დახლართულ განვითარებას, ამას რასჯობს, თუმცა პრაქტიკაში აქაც ხშირია გადახრები იოლი პოპულარობის მოპოვებისა და მკითხველის მანიპულირებისა თუ სხვა რაიმეგვარი უღირსი მიზნითა და მოტივაციით, რასაც ხადია არანაირი გამართლება არ აქვს ჩვენს პროფესიაში. მკითხველის განაჩენიც არ აყოვნებს და იგი ულმობელი იქნება როგორც რემარკის პერსონაჟებისა, გერმანელი და რუსი ემიგრანტების ირონიული დიალოგის შემთხვევაში. შესაძლოა ჩვენ ოთახში ვკითხულობთ მეტისმეტად ბევრ გაზეთს, თქვა რა ვიკმა და გაიცინა. რასაკვირველია, აბა ბუნების წიაღში იგი მხოლოდ ცეცხლის გასაჩაღებლად თუ გამოდგებაო, მიუგო მოროზოვმა. როცა ინტრიგას ტენდენცია ცვლის, ამ ორ ტერმინს ცხადია გააჩნია შეხების წერტილებიცა და ზედების მომენტებიც. ფარული ქმედება, ხრიკები, რომელიც მოწყობილია ვისიმე საზიანოდ ინტრიგის შემთხვევაში და წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს, ტენდენციის
ტენდენციურობაში გადაზრდის შემთხვევაში. ეს ორივე მნიშვნელობა ამ ტერმინთა მიუღებელი ბნელი მხარეა. მათი ზედდების დროს მკითხველმაყურებლისთვისაც საზიანო და დარგისთვისაც მისი პრესტიჟის დაბლა დამწევი. ანალოგიურად, შეხების წერტილის დანახვა და პოვნა რთული არაა ორივე ამ ტერმინის დადებითი არსის გათვალისწინებითაც. თურისიმე განვითარების მიმართულება, მისწრაფება, ჩვენ შემთხვევაში ნაწარმოების დედააზრის, იდეის ხორციელდება სიუჟეტის განსაკუთრებულად დახლართული, დაძაბული განვითარებით, ეს აძლიერებს მკითხველზე ემოციურ ზემოქმედებას და ავტორის თვალსაზრის დამაჯერებლობას მატებს. აქ არსებითია ტენდენცია ნაწარმოების დედააზრის, იდეის განვითარების მიმართულება არ გარდაისახოს ტენდენციურობაში, წინასწარ შემუშავებულ ცალმხრივ აზრში, რომელსაც თავს ახვევენ საზოგადოებას. უნებლიეთ თუ მიზანმიმართულად არ გადაგვარდეს ინტრიგანობად, ფარულ მოქმედებად, ხრიკებად, ვისიმე საზიანოდ. კრიტიკული აზროვნების მოქანავე ბეწვის ხიდზე სიფრთხილით სულაგმართებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ ტენდენციის გამჟღავნების იდუმალი პროცესი ამგვარ ინტრიგად არ დეფორმირდეს თვალსა და ხელშოა და მეოთხე ხელისუფლების სიმაღლიდან მეორე უძველესამდე არ ჩამოვდეგრადირდეთ. განვიხილავთ რამდენიმე ნიმუშს პრაქტიკული პუბლიცისტიკიდან. ნიკოლაი ბერდეევის ესეიში ქრისტიანობის ღირსებისა და ქრისტიანთა უღირსობის შესახებ ჯერ კიდევ ლიდში ლიტერატურული ანალოგიის გამოყენებითაა გამჟღავნებული ტენდენცია, თუმცა რამდენადმე მოალიზებულად. ბოკაჩოს აქვს მოთხრობა ებრაელზე, რომლის მეგობარი ქრისტიანად მის მოქცევას ცდილობდა. ებრაელი ქრისტიანობის მიღებისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რომში წასვლა და იქ ეკლესიის სათავეში მდგომი ადამიანების, პაპისა და კარდინალთა ცხოვრების შესწავლა განიზრახა. ქრისტიანი, რომელიც ებრაელის მოქცევას ცდილობდა, საგონებელში ჩავარდა და ჩათვალა, რომ მისმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. თუმცა მისი ასეთი მოლოდინი არ გამართლდა. დაბრუნებისას ებრაელის მეგობარი შიშით ეკითხება შთაბეჭდილებების შესახებ, რაზეც მოულოდნელ და ძალიან ღრმა შინაარსიან პასუხს იღებს. რადგან ქრისტიანულმა რწმენამ მთელი მსგავსობასთან და სისაძაგლესთან გამკლავება შეძლო, რაც მან რომში იხილა და ამის მიუხედავად გამკიცდა და გავრცელდა, მას შესაძლოა იგი ჭეშმარიტი რწმენაა და ებრაელი საბოლოოდ გაქრისტიანდა. აქ ლიდში ტენდენციის ნაწილობრივ გამჟღავნების ნიშნით ამერიკული კლასიფიკაციით კომბო ლიდისეს ნიმუში უფრო ახლოსაა მის ბრიტანულ ანალოგთან, თავსატეხ ლიდთან, ანუ ინტროსთან. თავსატეხ ინტროს მკითხველი დაუყოვნებლივ მიჰყავს მასალის თემისკენ, მაგრამ ტოვებს არაერთ შეკითხვას და აუდიტორიაც პუბლიკაციის შემდგომ სტრიქონებში ეძებს პასუხებს, ანუ სულ მოუთქმელად განაგრძობს კითხვას, რაც ლიდის პირდაპირი დანიშნულებაა. ავტორი ასეთი განწყობის შექმნით ისწრაფვის უმთავრესი თეზისის, იმ პრინციპის დამკვიდრებისაკენ მკითხველის შემეცნებაში, რასაც ნაწარმოები ეძღვნება და თუ მძგონება მახვილურადაა მინიშნებული ლიდშიც, ტექსტში გზადაგზა უფრო დამაჯერებლად საბუთდება სხვადასხვა ლოგიკურ თუ ენობრივ საშუალებათა გამოყენებით. ძველ დროში, როცა რწმენა ძლიერი იყო ქრისტიანობის შესახებ, უპირველეს ყოვლისა მისი მარადიული ჭეშმარიტების, მისი ბოძღვრებისა და მცნებების მიხედვით ბჭობდნენ. ჩვენი დრო კი ადამიანური ვნებების მეტისმეტად არის გაჯერებული. ცუდმა ქრისტიანებმა გადაფარეს ქრისტიანობა. ოპონენტებს მათი ცუდი საქმეები, ქრისტიანობის მათმიერი დამახინჯება და ძალადობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე თავად ქრისტიანობა და მისი დიადი ჭეშმარიტება. ოპონენტთა ამგვარი მიდგომის მცდარობის დასაბუთებაა მთელი შემდგომი ტექსტი. მისწრაფება იმისკენ, რომ ჭეშმარიტ საფუძველს დაუბრუნდეს ადამიანთა მიმართება ქრისტიანული რელიგიისაკენ.
ბერდიევი იყენებს შედარებითი ანალიზის ხერხს და სხვადასხვა რელიგიებთან მიმართებაში განიხილავს ქრისტიანული რელიგიის თავისებურებებს. აანალიზებს სოციალისტ მატერიალისტთა მხრივ დემაგოგიურ შეფასებებსაც და მათ სრულ ბრალდებებს. მატერიალისტური სოციალიზმის რეალიზაციის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი რუსული გამოცდილება ამ პრეტენზიებს არ ადასტურებს, წერს ბერდიევი. იგი აანალიზებს აგრეთვე ქრისტიანობის ისტორიულ გზას და დაასკვნის. ადამიანური ცოდვები და დამახინჯებანი იყო როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდებლურ ეკლესიებში, მაგრამ ამ ქვეყნად ქრისტიანობის ნაკლოვანებანი ღვთის კი არა, ყოველთვის ქრისტიანთა, ადამიანთა ნაკლია. თუ თქვენ არ ახორციელებთ და ამახინჯებთ ჭეშმარიტებას, ამაში დამნაშავე თქვენ ხართ და არა ჭეშმარიტება. ბერდიევი განიხილავს მონტანიზმს, როგორც ქრისტიანობაში ყალბი მაქსიმალიზმის ნიმუშს. გახაზავს ქრისტიანობის მკვეთრ განსხვავებას ტოლსტოელობისაგან. ტოლსტოი ღვთისმცნებათა შესრულებაში ადამიანებისგან ადვილად ითხოვს მაქსიმუმს და სრულ მორალურ მაქსიმალიზმში ვარდება. დასასრულს სიტყვისა და აზრის დიდოსტატი ნიკოლაი ბერდიევი მიდის საბოლოო რწამსთან. ადამიანისთვის შეუძლებელი ღვთისთვისაა შესაძლებელი. ქრისტეს მორწმუნე მიცის, რომ ის ეული არ არის, რომ თავად ქრისტეა მასთან და ცხოვრებაში ქრისტეს სიმართლე მან თვით ქრისტესთან, თავის მაცხოვართან ერთად უნდა განახორციელოს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დამაჯერებლად ამკვიდრებს მკითხველის შემეცნებაში საკუთარ მიდგომას. ცხოვრებაში ყველაზე ძნელი სიყვარულის რელიგიის განხორციელებაა, მაგრამ ამის გამო თავად სიყვარულის რელიგია ნაკლებად ჭეშმარიტი და ამაღლებული სულაც არაა. ქრისტიანობის ბრალი არაა, რომ მის სიმართლეს ცხოვრებაში არ ახორციელებენ. ქრისტე დამნაშავე არაა იმაში, რომ მის მცნებებს არ ასრულებენ. როგორც ხედავთ, ამ ნიმუშში ავტორის სწრაფვას, ტენდენციის, ნაწარმოების უმთავრესი აზრის, იდეის გამოხატვისათვის ჭეშმარიტების გაზიარება, განდობა ქვია იმ ჭეშმარიტებისა, თავად რომ სწამს და რისი ართქმაც არ ძალუძს. გენიალურად მარტივ ფორმულას გვთავაზობს ერლო მახვლედიანი ურთულესი ფენომენის არში წვდომისაკენ რომ გაგვიყოლიოს. ნუ ძვინვარებ, როცა მეტოქე შენზე ძლიერ სულებს აკეთებს და ნოლანძღავ მას. პირიქით მიიჩნია, რომ სწორედ ის გაძლევს შანსს მასზე ძლიერი სულა შეასრულო. ეს არის ეთიკა ბრძოლისა. ამ დებულების ილუსტრაციად იგი ასეთ ანალოგიას გვთავაზობს. ჭადრაკის თამაში ძლიერთან უკეთ გამოდის ვიდრე სუსტთან. ესე იგი, ჩემში ხდება შინაგანი შესაძლებლობების მობილიზაცია, ანუ გონება ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაში მთელ თავის რეზერვებს ხსნის. შემდეგ ეტაპზე ავტორი კიდევ უფრო მიგვაახლოვებს პრობლემის არსთან. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში პირიქით ხდება. რუსეთთან, ძლიერ მეტოქესთან, ან ევროპასთან, რომელიც გარკვეულად ძალადობს, ღირსეული დაპირისპირება გუმართებს. ძლიერ მტერში საჭიროდ რაციონალური ერთადერთი ის არის, რომ შენც მოვალე ხარ იყო ძლიერი. ჩვენში პირიქით ხდება, მოწინააღმდეგეს ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, ის კი თავის საქმეს აკეთებს. ლანძღვა რა შუაშია? ხომ ვერ დაავალდებულებ მეტოქეს შენი ინტერესები დაიცვას, მაგრამ არც ესაა უმთავრესი სათქმელი არსი პრობლემისა, რომლის ახსნასაც ესწრაფვის პუბლიცისტი. ეს კერძო საკითხია, გლობალური და პრინციპული კი სხვა რამაა. ადამიანი სრულყოფილია იმდენად, რამდენადაც ის ფლობს თავის სისუსტეებს და ნუ იქადნი, რომ სიმართლე სიტყვი, რადგან ადამიანისგან, ადამიანთაგან არავინ იცის რა იგი. შენგან საკმარისია ტყუილი არ თქვა. დასკვნით ნაწილში ერლო მახვლედიანი განაზოგოდებს სტატიის პათოსს და მიდის თვრიტამდე. თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს, გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესეცაა. შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას. ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია.
შენ არ უნდა ეცადო რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავებულობა გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი. შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა. ლახრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუბავს პოპულარობას. თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს. საერთოდ შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში და ემჯობინო საკუთარ თავს. ამისთვის ღირს ბრძოლა. ბრძოლის ასეთი მაღალი ეთიკური ზნეობის ფონზე ძალზე კონტრასტული ჩანს მორიგი ნიმუში, რომელიც სიცრუის პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ამასთან აგრესიული პროპაგანდისა და ბოროტი ინტრიგის, როცა ავტორის ტენდენცია მისწრაფება არის ფარული მოქმედება, ხრიკები, რომელიც მოწყობილია ვისიმე საზიანოდ. ლავრენტი ბერიას გამოსვლა კომპარტიის მეათე ყრილობაზე მიზანმიმართული დაშინებისა და მუქარის პათოსით ახსავს ეს სიტყვა, რომელიც ბუნებრივია ერთხმად გამოაქვეყნა და გაავრცელა იმჟამინდელი ტოტალიტარული რეჟიმის მედიამ. ორატორმა შეუტია ქართული მწერლობის კორიფეებს, პროლეტარ მწერალთა ქართულ ასოციაციასთან ერთად ქართულ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები, ცისფერ ყანწელები, აკადემიური ჯგუფი, ლეფელები, არიფიონელები და სხვა. ცისფერ ყანწელთა ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას ცისფერ ყანწელები გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, კეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა. ფრჩხილებში, სიცილი, დარბაზში. აქ ორატორის ირონიას დარბაზის საპასუხო რეაქციაც ამძაფრებს. ჩანს პროგრესულ რეფორმებს ბრჭყალებში ყოველდროში ჰყავდა თავისი მომწონებელი და ტაშის დამკვრელი. ეს მოხსენება ხომ კომპარტიის ცეკას 1932 წლის 23 აპრილის დადგენილების ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ შედეგების ანალიზს მიეძღვნა. შედეგებიც უკვე სახეზეა და ბერია ერთგვარ ანგარიშს აბარებს საზოგადოებას. ქართულ ლიტერატურაში ცისფერ ყანწელთა შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულ დეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებისა და ცისფერ ყანწელების წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა. ანალოგიური ბედი გაიზიარეს სხვა დაჯგუფებებმაც. აკადემიური ჯგუფი, რომელიც 1922-23 წლებში შეიქმნა, უკიდურეს მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა ქართულ ლიტერატურაში. მასში გაწერიონებულები იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, გერონტი კიკოძე, პავლე ინგოროყვა და სხვები. ამ ჯგუფის მიერ გამოცებულ ჟურნალ კავკასიონის პირველ ნომერში ჯგუფი შემდეგნაირად ახდენდა თავისი პოზიციის დეკლარირებას. ერთადერთი საზომი, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში იხელმძღვანელებს კავკასიონი, არის მარადიული ხელოვნების იდეა, რომელიც წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე უფრო მაღლა დგას. ჟურნალი ბუნებრივია მიმზიდველ ცენტრად იქცა ანტისაბჭოთა შოვინისტურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილისათვის, მაგრამ სოციალისტური მშენებლობის წარმატების და ჩვენი სოციალისტური კულტურის განვითარების შედეგად ეს ეგრეთ წოდებული აკადემიური ჯგუფიც დაიშალა. როგორც ვხედავთ, ორატორის პათოსი თანდათან აღმავალი მიმართულებით ისწრაფვის ძალის პოლიტიკის დემონსტრირებისაკენ. ტენდენცია სულ უფრო თვალსაჩინო და აშკარად ხდება და გადაიზრდება ტენდენციურობაში.
არანაკლები პათოსითა და გამარჯვებულის თავდაჯერებით ამ ხელს ბრჭყალებში ორატორი არიფიონს ჯგუფში არიფიონი, რომელიც 1928 წელს დაარსდა, შედიოდნენ მწერლები მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ლეოქია ჩელი, გერონტი კიკოძე, ილო მოსაშვილი. არიფი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გერონტი კიკოძის განმარტებით ეს არის თანამესუფრე, ხოლო არიფიონი გადაკრულში მყოფი ხალხის კავშირი. აქ ჩხილებში ისევ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სიცილია დარბაზში. მაგრამ ჩვენ თვრებით წერდა კიკოძე არა ღვინით, არამედ შემოქმედებითი ურთიერთზემოქმედებით. ეს ჯგუფი თავისი არსებით ნაკლებად განსხვავდებოდა ზემოხსენებული აკადემიური ჯგუფისაგან და ამ უკანასკნელის მსგავსად ჩვენთვის აშკარად მტრულ ბურჟუაზიულ ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. ჯგუფმა მოახდინა თვით ლიკვიდაცია. როგორც ამ ამონარიდებიდან ხედავთ, აქ სახეზეა ბოროტი ინტრიგა, დაგეგმილი ტენდენციურობა, როცა დიქტატორული ხელისუფლება მიზან მიმართულად ებრძვის ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებს და ამას აკეთებს პროპაგანდისტული საშუალებების გამოყენებით, დემაგოგიურად, უსამართლოდ. მედიატექსტის თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ დასაბუთების ლოგიკურ საშუალებათა გარდა გამოიყენება დამაჯერებელი მტკიცების ემოციური, სახეობრივი, ექსპრესიული საშუალებანიც. ამ უკანასკნელად ემოციური მუხტი განსაკუთრებული შთამაგონებლობა შეაქვთ ტექსტში და ტენდენციის გამჟღავნების, მკითხველის მომხრობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ. მე-21 საუკუნეთა მიჯდა ჟანრების ესეიზაციის მოვლენითაც აღენიშნა მედიატექსტის განვითარების მისი გენეზისის გზაზე, რაც პირველ ყოვლისა ტექსტის პერსონიფიცირებით, ავტორის სახის გამოკვეთით იყო განპირობებული დოკუმენტურ, მკაცრ პროზაში, ანუ პუბლიცისტიკაში. აქ მაღალი პროფესიონალიზმი, სიტყვის, ფრაზის ფლობის ლამის პოეტური ნიჭი, ინტუიცია, მეტაფორული აზროვნება და ფაქიზი ალღო არ უნდა ღალატობდეს ავტორს, რომ სიყალბის გარეშე გაიაროს შემოქმედებითი აზროვნების უფაქიზეს ბეწვის ხიდზე. აზრით დატვირთული ემოციისა და ექსპრესიით გაჯერებული ლოგიკური ფანტაზიით იპოვოს უმოკლესი გზა მკითხველის გულსა და გონებამდე. გადაცემას დავასრულებ ამონარიდით ჩემი თაობის კალმოსანთა სიაბაყის, მეცნიერის, მკვლევარის, მწერლისა და პუბლიცისტის უბრალოდ შესანიშნავი პიროვნებისა და ძვირფასი მეგობრის მაკა ჯოხაძის შედევრიდან სისხლიანი მეტაფორა, რაც მაღალი პუბლიცისტიკის უბრალო ნიმუშად კი არა, მეტაფორული აზროვნების ეტალონად მიმაჩნია. მოდი ფიფქზე ვილაპარაკოთ, რომელიც დნება მკვდარი ცხენის ღიად დარჩენილ თვალის კაკალზე, ხომ ხოცავენ ქანს გაწყვეტილ ცხენებს. სასტიკი ფილმის სასტიკი სათაური, დღევანდელი საქართველოს სისხლიანი მეტაფორა. მოდი მეტაფორებზე ვილაპარაკოთ, სისხლიან ყვავილებზე, რომლებსაც ოდითგან ასე წვრთნიდნენ მეფე პოეტები, რადგან მეტაფორას ყოველთვის ეკლის გვირგვინი ედგა და რწმენასთან ერთად ნიშნავდა ჯვარცმას. ჩვენი ჯვარცმული მეფეები, ჩვენი ჯვარცმული პოეტები. 21 საუკუნის ყველაზე დიდი ნოსტალგია. მოდი ნოსტალგიაზე ვილაპარაკოთ, ყველაზე დიდ ნოსტალგიაზე. მოდი იმდენ ხანს ვილაპარაკოთ, რომ იქნებ მოხდეს სასწაული, ცუდი უსასრულობიდან უძღები შვილი იქნებ დაბრუნდეს დიდი სინანული. მოდი სინანულზე ვილაპარაკოთ, რომელიც ალღობს ყინულის ლოდად ქცეულ გულებს და ცრემლი დანამულ საფლავებზე ამოყავს ია. მოდი იებზე ვილაპარაკოთ. წყნეთის დამრეცი ფერდობებიდან აპრილის მზეში კალათებით რომ ჩამოქონდათ სოფლელ ბიჭებს და კი არ ყიდდნენ ცისფერ გოგონებს ასაჩუქრებდნენ. სიყვარული, სიმურცხვე და ეს გულხობა ერისთავის თბილისური ტილოებიდან შემოგრჩა. მოდი თბილისზე ვილაპარაკოთ, მზის და ვარდების ამ თბილ დედაქალაქზე, რომელიც ახლა კვამლისფერია. თბილისო ჩვენო, დედა თბილისო,
ნეტა როგორ თბილისს უმღერებენ მზიური ბავშვობიდან ამოზრდილი ჩვენი გოგო ბიჭები დღეს. მოდი იმედზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველაზე ბოლოს კვდება და ისე კვდება, აკლემივით არასოდეს იჩოქებს კართან. მოდი ვინატროთ, რომ სამართალმა პური ჭამოს და რახანია აღარ გვინატრია. ალბათ ისე გადავიღალეთ, ნატრის ენერგიაც აღარ შეგვრჩა და მაინც ვინატროთ, სუფრაც გავშალოთ, ღვინოთ შევსვათ და დაჩოქილი საქართველოც ვადღეგრძელოთ, ოღონ ტირანებთან კი არა. საერთაშორისო სავალუტო ფონდებთან დაჩოქილი კი არა, პირჯვარი გადავისახოთ და ისე ვადღეგრძელოთ მხოლოდ ხატთან, მხოლოდ უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი საქართველო. აქ ტენდენცია ცალსახაა და გამჭვირვალე. თითქოს გულისცემასავით ისმის ლოგიკური ჯაჭვის რიტმული ტემპ-მოზომილი სვლა იმ უმთავრესი სათქმელისაკენ თანადროული რეალობის ექსპრესიული შეფასებებით, წარსულისა და აწმყოს გასიგრძე განებით რომ მიიკვლევს გზას და მართლაც სისხლიანი მეტაფორის ლაიტმოტივით შეაჟღერებს ყოველი პიროვნების სულსა და გულში დაგუბებულ სევდასა და მონატრებას, იმედსა და ნოსტალგიას. მხოლოდ ხატთან, მხოლოდ უფლის წინაშე მუხლმოდრეკილ საქართველოზე. ამრიგად, როცა ინტრიგას ტენდენცია ცვლის, არა აღსაწერი ფაქტები ან მოვლენები თავისთავად, არამედ ის ძირითადი აზრი, იდეა, შეფასება, რაც მათი ურთიერთშეჯერებით, ანალიზით, საქმის არხში წვდომის, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით ამოძრავებს გონიერ, განათლებულ ავტორს, რომელიც ამავდროულად ზნეობრივი პიროვნებაცაა და არ ღალატობს ჟურნალისტური ეთიკის უზენაეს მაქსიმას, არისტოტელესეულს, სიმართლის დამკვიდრებას სიკეთის სახელით. როცა ისმის ავტორის ხმა, რომელსაც ენდობი, რომლისაც გჯერა, რომელიც გაგიყოლიებს თავისი აზროვნების, ამბავთ თხრობის, ლოგიკური მდინარების ლაბირინთებში. თუ მედია ტექსტში ასეთი ტენდენცია სწრაფად ცვლის ინტრიგას, ფარულ ქმედებებს, ხრიკებს ვისიმე საზიანოთ, სწორედ ამ გზაგასაყარზე იქმნება ჭეშმარიტი ჟურნალისტიკა. ასპარეზზე გამოდის მისი უდიდებულესობა, მეოთხე ხელისუფლება. მომავალ ხუთშაბათამდე ძვირფასო თანამემამულენო.